არ ვიცი გახსოვთ თუ არა ფილმი აკირა კუროსავას გადაღებული შესანიშნავი გენიალური ფილმი, ამ სიტყვას არ ვიხმარ, შეგდებულად შესანიშნავს, ვიხმარ სიტყვას გენიალური ფილმი, 7 სამურაი. არ მინდა შემეშალოს და არ შემეშლება. 50-იან წლებშია გასული საუკუნისა ეს ფილმი გადაღებული. ოღონდ ზუსტი წელი კი არ მახსოვს და არ გადამიმოწმებია. ამის შემდეგ ამ ფილმის აკირა კუროსავას ამ გენიალური ფილმის შემდეგ გამოვიდა კიდევ ერთი ფილმი, ვესტერნი, ამერიკის შეერთებულ შტატებში, რეჟისორი არ გადამიმოწმებია და ზეპირად კი არ მახსოვს, რომელსაც ქვია იმ ფილმს ქვია მეორეს შესანიშნავი შვიდეული. 60-იანი წლების ახალგაზრდები, მათ შორის საქართველოში ძალიან ბაძავდნენ შესანიშნავი შვიდეულის კინოგმირებს, განსაკუთრებით მთავარ გმირს, კრისს. აი, თავხოტორა კი არა, მელოტი კაცი როა და ბრგედ რომ დადის იმ ფილმში იულ ბრინერია მსახიობი. იულ ბრინერის გარდა კინოგმირებს ვიტყვი, თამაშობს ესე იგი სტივ მაკკვინი, ვინის, გადარჩენილი ვინის როლს ჩიკო, ოღონდ გვარი არ მახსოვს მსახიობისა, ჩარლზ ბრონსონი, ძალიან დიდი მსახიობი, რომელიც თამაშობს აი ბავშვები რომ უყვარს თუ გახსოვთ და ასეთ რამეს ამბობს ქართულად თარგმნიოს მიადგება კრისი და ვინი თუ არ ვწდები სადღაც სოფელში თუ ამერიკას სახლუკაში შეშას ჩეხს თუ ახსოვს ვინმეს ეს კადრი და ასეთ რამეს ამბობს ქართულად თარგმნი მე ყველაფერს მიხდიდნენ საათში $20 თუ საათში $100 დღეში $200 მაგრამ არასოდეს არ გადაუხდიათ ჩემთვის ყველაფერი ის სოფელი უკლებლივ ყველაფერს თავაზობს ყველაფერს აძლევს ოღონდაც კი კალვერას ბანდისაგან გაანთავისუფლოს ამ შესანიშნავ კრისის გარშემო შემოკრებილმა შვიდეულმა ესე იგი ვინი ვთქვით ჩიკო ვთქვით ყველაზე ახალგაზრდა ჩვენ თქვით ბერნარდო ორეილი, ჩვენ უნდა ვთქვათ ორი სიტყვა გარიზეც კინოგმირი კი გარია, მაგრამ აი მსახიობის გვარსახელი კი არ მახსოვს. ეს გარი რო ყვდება ესე ხელზეა დაწვენილი კრისის ხელზე და ეკითხება მითხარიო. ხო ოქროსთვის ჩამოვედითო. სხვა ფილმი გამახსენდა ასევე ვესტერნი ომარ შარიფისა და გრეგორი პეკის მონაწილეობით მაკენას ოქრო, რომელიც ასევე იყო საბჭოთა კავშირში შემოტანილი და კინოთეატრებში გადიოდა ის ფილმის, ეს მაკენას ოქროს. საბჭოთა კავშირში ხო ბევრი ფილმი არ შემოდიოდა, შესანიშნავი შვიდეული და მაკენას ოქრო კი შემოიტანეს. თუ არ ვცდები, მაკენას ოქრო ოდნავ გვიანდელი, თუ არ ვცდები კი ასეც იქნება, ნუ არ გადავამოწმებინებთ, ოდნავ გვიანდელი ფილმია. ხო, გრეგორი პეკი რო თამაშობს. ხო და ხო იყო ოქრო და კრისი პასუხობს ამ შვიდებსო, კი ნამდვილად ოქროსთვის ჩამოვედით ჩვენ ამ სოფელშიო. ასევე, ესე იგი, რამდენი ვთქვით, კრისი, ჩიკო, გარი, ბერნარდო ორეილი, ვინი, ალი არ უნდა დაგვავიწყდეს. ეს არის ეს დენდი კაცი, ძალიან ვაჟკაცი, მაგრამ რაღაცა მისივე წარსულის გამო ცოტა დამფრთხალი და ბოლოს მაინც რომ მოიკრებს ძალას და შეუვარდება ამ მაკენას რაღაც ბანდიტებს და რაღაც ხუთ კაცს აკლავს და რაღაცა მე მასაც ესრიან და რაღაც ხეს ტრაგიკული სცენაა და იქ რაღაც დაიღუპება. და ბრიტი, მე არ მაქვს ხელთ ბუდიში მაქვს. ასე მაგალითად ეს წარმოიდგინეთ თუ არის დანა და ეს ბრიტი როგორი კაცია რომ ეხლა დანას ისვრის ხეში არ ჭობს. დანას იმაზე უფრო კარგად ისვრის ვიდრე ვინმე ისვრის რევოლველს და ტყვიაში აჯენს სხვა და ეს კი დანას ხეში აჯენს თუ არ ჭობს. რატო გამახსენდა ახლა შესანიშნავი შვიდეული? რატო უნდა გაგახსენდეს კაც შესანიშნავი შვიდეული J7? იმიტომ რომ შესანიშნავი შვიდეული, ესე უნდა ვიდო J7-ის წევრი სახელმწიფოები შეიკრიბნენ კანადაში და ჩვენ ხო პოლიტიკაზე ვლაპარაკობთ და მართლა კინემატოგრაფზე არ ვლაპარაკობთ. შეიკრიბნენ შვიდეული შეიკრიბა კანადაში და გამართა უმნიშვნელოვანესი სამიტი. სხვადასხვა არც თუ დიდი ხნის წინ შვიდეული იყო 8 ანუ 8 წევრი იყო და რუსეთიც იყო ამათში. ბანდიტი კალვერას რუსეთი იყო შვიდეულთან ერთად ზოვდა მეთქი ასე ვიტყვი, მაგრამ აი ბაიდენის ადმინისტრაციის დროს ეხლა აქედან დაახვიეო უთხრეს და გააგდეს. ტრამპი
ბარემ ვახსენებ და რამს ბევრჯერ ვახსენებ დღეს შეწუხდა უფრო ზუსტი რომ იყო შეცდომა იყო პუტინის რუსეთის გაგდებაო მაგრამ ახლა რაღა გაეწყობაო და ახლობით ესეთი იყო მისი განცხადება ამ ტრამპზე სხვა ორი სიტყვაც უნდა ვთქვა შესანიშნავი შვიდეულის წევრი სახელმწიფოები რომ შეიკრიბნენ ეხლა გაგახსენებთ ხო კანადა საფრანგეთი გერმანია იტალია რაღაც ამბებია ხო ბრიტანეთი რომ შეიკრიბნენ კრისმა ანუ ტრამპმა ის მელოტიკასი კი არ არის პირიქით დატოვა უცებ შეხვედრა და მაკრონმა მოდი მაკრონს ერთს შევარქვათ ლი ან დავარქვათ რაღაც თუ გრებავთ ავიცი ბერნარდო ორელი როგორც ყველა გადარჩება ამ შესანიშნავ შვიდეულში იმ შესანიშნავი შვიდეულისაგან განსხვავებით კალვერა ვერ დაამარცხებს ამათ ანუ რუსეთი და კიდე აიათოლების რეჟიმი კალვერები ვერ დაამარცხებენ მაკრონმა ცოტა მწარე სიტყვები თქვა ტრამპზე და ტრამპიც არ ჩამორჩა ტრამპაც უპასუხა რომ ეგ ვაზზე არ არისო მაკრონიო მეო იმიტომ დავბრუნდი ვაშინგტონში რომ იქო ახლო აღმოსავლეთში ისრაელსა და ირანს შორის ისეთი ამბები ხდება რომ უშიშროების საბჭოს ხდება რასაკვირველია უნდა მომეწვია აბა რა უნდა მექნაო მაკრონს პასუხი ტრამპისათვის აღარ გაუწია კარგიც ქნა ალბათ ტრამპი ამბობს შემდეგ ხო წავიდა ვაშინგტონში და ტრამპი ამბობს რომ ძალიან დაძაბულია ვითარება ახლო აღმოსავლეთში და მიუხედავად იმისა, რომ შესანიშნავი შვიდეულის 6-მა სახელმწიფომ შეათანხმა ტექსტი იმის თაობაზე, რომ უნდა შეწყდეს ცეცხლი ირანსა და ისრაელს შორის, ტრამპი ამაზე ყაბულს და თანახმა არ არის. ის არ აწერს ხელს ამ ეგრეთ წოდებულ სამშვიდობო შეთანხმებას ისრაელსა და მოწოდებას, უფრო ზუსტი რო ვიყო, ისრაელსა და ირანს შორის. პირიქით, ტრამპი ამბობს ერთის მხრივას ამბობს რომ შეერთებული შტატები არ ჩაერთვება ამ კონფლიქტში მანამ სანამ არ შეუტევს ირანი შეერთებული შტატების სამხედრო ობიექტებს თუ შეუტევს მხოლოდ ამ შემთხვევაში ჩაერევა ეს ერთი და მეორე ტრამპი ამბობს რომ ისრაელი ბოლომდე მიდისო და ირან და 2 დღეში გაიგებთ და ახლობთ ესეთია განცხადება 2 დღეში გაიგებთ რას აპირებს ისრაელიო არ დამთავრდა ეს 2 დღე მეთქი ვიტყვი ხო რასაკვირველი არ დამთავრდა თუმცა მაინც უნდა ვთქვათ რომ ისრაელის ეს შეტევა და სხვა ზმნასაც ვიხმარ ირანის წინააღმდეგ გადაწყვეტილების მიღება იმის თაობაზე რომ ირანის ბირთვული პროგრამა დაასრულონ არის მაღალი ალბათობით კი არა მაღალზე მაღალი ალბათობით ესე შემოთანხმებული სწორედაც რომ ვაშინგტონთან მიუხედავად იმისა რომ ვაშინგტონს აქვს ამგვარი ტაქტიკა რომ ხელებს იბანს არა მე არაფერ შუაში ვარო ამას ამბობს თუმცა უკრაინელების შეტევა რუსეთის სიღრმეებში ან ისრაელის ეს უნიკალური ოპერაცია ირანის წინააღმდეგ ჩემი აზრით და არა მხოლოდ ჩემი აზრით გადათანხმებული კი არ იყო მხოლოდ არამედ ამერიკელების ჩართულობითაც მოხდა მაგრამ ჩვენ მაინც მოდი ჩავრჩეთ ამ ოფიციალურ ჩარჩოებში და ვთქვათ რომ ვაშინგტონმა არც არაფერი იცოდა ტრამპი სხვა განცხადებებსაც აკეთებს უკრაინის კონტექსტზე უნდა გადავიდეთ რასაკვირველია სხვა განცხადებებსაც აკეთებს ცოტაზე მეტად საკამათოებს ბოდიშ ვიხდი ამასობაში ვქნათ ესე თქვენის ნებართვით რატომღაც ისევ და ისევ გაჭედა ინტერნეტმა რომ მე უფრო ზუსტი ციტატები ჩაგიკითხოთ მიზესთა გამო არ მაჩვენებს უკლებლივ ყველაფერს აგე მგონი გახსნა დროისას ტრამპს ჟურნალისტებმა ჰკითხეს რატომ ტოვებს J7-ის შეხვედრას 7-ეულის სამიც ნაადრევად და დაადრევად ბრუნდება ვაშინგტონში ამერიკის პრეზიდენტმა განაცხადა უნდა დავბრუნდე ხო ხედავთ რა ხდებაო მე მალე უნდა დავბრუნდე მინდა რომ ხვალას დავრჩენილიყავი მაგრამ მათ ეს ესმით რომ მათომაც მივდივარ რომ საქმე ძალიან სერიოზულად აუ ნიუ-იორკ ტაიმსის ინფორმაციის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ფიქრობს უმნიშვნელოვანეს გადაწყვეტილებას ისრაელსა და ირანს შორის 4-დღიანი ომის პირობებში ხო არა ეს მინდოდა მაგრამ სხვა რამეზე მინდოდა გამემახვილები და ყურადღება კარგია რომ გახსნა და ზმნა დაუთოვება ამ სიტყვას ამ ზმნას ძალიან ხშირად ხმარობენ უკვე მედიის წამყვანი საშუალებების უცხოეთში დაუთოვება ნიშნავს გადასწორებას მაინც საჯარო ყურადღების მაძიებელი საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი შეცდობით ამტკიცებს თითქოს მე დავტოვე კანადაში გამართული J7 სამიტი იმისთვის რომ ვაშინგტონში დაუბრუნებელიყავი ისრაელსა და ირანს შორის ცეცხლის შეწყვეტაზე მოსალაპარაკებლად არასწორია ეს ისევ მაკრონის პოსტანში აბასობაში ირანელები ეაჯებიან ნახეთ როგორი სიტყვა ეხვეწებიან მსოფლიოს ერთის მხრივ და ისრაელსაც მოუწოდებენ და ტრამპს მოუწოდებენ პირველყოფლისა გააჩერეთ ეს ნეთანიახუ მეტად ამბივალენტური ლიდერი იყო და არის ის რაც ნეთანიახუს ისრაელმა გააკეთა 7 ოქტომბრის შემორეთ 23 წლის 7 ოქტომბრის კატასტროფის შემდეგ საშინელების შემდეგ რომელიც მას
ისრაელს მოუწყო ირანის მიერ მხარდაჭერილმა ძალებმა პირველ რიგში ხამასმა და ჰეზბოლამაც რასაკვირველია უკვე შემდგომ პერიოდში. ხო, რასაკვირველია სამართლიანად მოიქცა ნეთანიახუ ერთის მხრივ, მაგრამ მეორეს მხრივ მან გადაასწორა მიწასთან პალესტინის ტერიტორია და არა მხოლოდ ხამასის წინააღმდეგ იბრძოდა, მეთქი ამას თამამად ვიტყვი, მაგრამ და ამიტომ არის ის იყო ამბივალენტური ლიდერი, მაგრამ ის საკუთარი რეპუტაციის გამოსწორებაზე ფიქრობდა და ფიქრობს და ის რასაც თუ ეს წარმატებული იქნება ოპერაცია და ყველა საფუძველია რომ ვიფიქროთ რომ წარმატებული იქნება ეს უნიკალური ოპერაცია დაგეგმილი თელ-ავივში ნეთანიახუს კაბინეტში ის საკუთარ რეპუტაციასაც გამოისწორებს და მერე ის ეწავა როგორც გამარჯვებული თუმცა ისიც რომ ის საქმე ჰააგაშიცაა და თლად იოლად არ შერჩებოდა ან შერჩება შეიძლება სუდი სიტყვა, მაგრამ არ გაუტარებენ მას იმას, რასაც ის ჩადიოდა გასულ თვეებში, ვიდრე ამ პერიოდამდე აიათოლების ხომეინი, აიათოლების რეჟიმი განადგურდება თუ არა, ეს არის კითხვა. ისრაელი არ ჩერდება და ამბობს, რომ ჩვენ დავარტყავთ საზღვაო ინფრასტრუქტურასაც, ჩვენ გადავანადგურებთ რასაკვირველია ბირთვულ ყველა პროგრამას ისრაელისა კი არა ირანისა და დავასრულებთ აიათოლების რეჟიმს, სადაც უნდათ იქ წასულან, ან საერთოდაც შეიძლება განვიხილოთ არა, არაფერს გამოვრიცხავო ლიკვიდაციაზე, როცა კითხეს ბენიამინ ნეთანიახუს, ხო, ხომინეის ლიკვიდაციაზე, სწორედ წარმოთქვა, ხო, ლიკვიდაცია აიათოლას ლიკვიდაციაზე როცა ფიქრობს, ამასაც არ გამოვრიცხავო, თქვა ნეთანიახუ, ბოდიშვილი მე ჩავხედავ ამ ნიუს, თლაც ზუსტი რო იყოს ეს ციტატა და ასე შემდეგ, სად არის ბენიამინ ნეთანიახუს შესახებ დაობაზე ნიუსი. ამასობაში რუსებმა რომლებმაც ამოისუნთქეს, იმიტომ რომ ყურადღების ცენტრში აღარ არის უკრაინა, საოცარი და საშინელი სარაკეტო დარტყმა განახორციელეს კიევზეც, აი ამ ნახეთ ბოდიში თავიდან რომ ნახოთ და მე ამასობაში ეს კიევის არა ცენტრში, მაგრამ კიევში მდებარე საცხოვრებელი კორპუსია. ნეთანიახუს კი ვეძებთ, ხა შესახებ ინფორმაციას კი ვეძებთ და მომნახავთ რასაკვირველია. ტრამპი. ჩვენ მივდივართ იმ გზით, რომ უზრუნველყოთ ირანს არ ჰქონდეს ბირთვული იარაღი. დიახ, ყველა უნდა გაიგოს, რომ აქ ლაპარაკი არ არის ირანის როგორც სახელმწიფოს განადგურებაზე. აქ ლაპარაკი არის იმაზე, რომ დასრულდეს რეჟიმი, რომელიც ბირთვულ იარაღზე მუშაობა. ირანს შეთანხმების დადება სურსო ტრამპს უთქვამს. შეთანხმება უნდა გაფორმდეს, ან რაღაც მოხდება. ირანს ეს შეთანხმება ადრე უნდა გაეფორმებინა. მე ირანს დღე მივეცი, რომ შეთანხმებისთვის მიეღწია, მაგრამ მათ უარი თქვეს, ნეთანიახუსთან მუდმივად ვკონტაქტობთ, J7 სამიტის დასრულების შემდეგ ირანის საკითხზე პროგრესს მივაღწევთ. დიახ. აქსიოსის ინფორმაციით ნეთანიახუ ნახე მგონი. არა, სხვა ინფორმაცია უნდა მენახა ნეთანიახუზე, ბოდიში ვიხდი. ხო, ეხლა აკერ კალსონს რო გაუწყრა დონალდ ტრამპი ოდიდელ ხარდაჭერს, ამაზეც ალბათ ვერ მოვახერხებთ ლაპარაკს და ასე შემდეგ. მოკლედ, ვერ ვნახულობ ინფორმაციებს, იმიტომ რომ იმდენად ბევრი ინფორმაცია იდება ყოველ წუთიერად, რომ ყველა ინფორმაციას ბუნებრივია ვერ ჩაწვდები. მოკლედ, ამბავი არის მეგობრებო ამგვარი, რომ შეერთებული შტატები არ აპირებს გაჩერებას, დასწავარია ისრაელი არ აპირებს გაჩერებას და როგორც ჩანს გარდაუვალია რუსეთის მთავარი სამხრეთის ყოველ შემთხვევაში ახლო აღმოსავლეთში რუსეთის მთავარი სტრატეგიული პარტნიორის მეკავშირის ირანის რეჟიმის დამარცხება. ეს არის გარდაუვალი ამბავი, ძრწის თუ არა შიშისაგან პრეზიდენტი პუტინი ამისა და გავო აფრთხობს თუ არა საკუთარი მომავალი აფრთხობს თუ არა ის პერსპექტივა, რომ ისიც შეიძლება აფეთქონ უნიკალური სპეცოპერაციით, აფრთხობს, ამაზე გუშინაც ვისაუბრე. ტრამპი არის ცოტა ამბივალენტური კი არა, კიდევ ერთხელ გაგვაოცა მან განცხადებით, რომელიც უკრაინას შეეხებოდა, მაგრამ ამასაც ვიტყვი, იმიტომ რომ სხვა ვიდეობლოგის ამაქვს ჩასაწერი, რომელიც სხვა თემას შეეხება და ამ თემის გამოტოვება კი არ იქნება. ტრამპმა თქვა, რომ მე ვარ ჩქარობ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას და შვებით ქონდა ამოსუნთქული და ხელებს არ ვასავსავებდით აქეთ-იქით, იმიტომ რომ ბოლო ხანებია განსაკუთრებით ვატიკანში პრეზიდენტ ზელენსკისთან შეხვედრის შემდეგ ძალიან მოგწონდა ტრამპის განცხადებები და პოლიტიკა, მაგრამ ახლა კვლავ გაგვაოცა ტრამპმა ის იშვიათად გვაოცებს ბოლო ხანებია. ნეგატიურ გაოცებას გულისხმობ, მაგრამ ახლა ნეგატიურად კი გაგვაოცა უკრაინასთან დაკავშირებით და თქვა რომ არ ჩქარობო, ესე მარტივი არ არის სანქციების დაწესებაო.
მილიარდობით დოლარზეა საუბარიო, რომელიც შეიძლება შეერთებულმა შტატებმა დაკარგოსო. და მეუკლავაც მაქვს მოლაპარაკებების იმედი 22-ში თუ არ ვცდები არ 5 დღეში განახლდება ეს მოლაპარაკებები რუსეთსა და უკრაინის შორის. ყოველ შემთხვევაში დღევანდელი მონაცემებით არავის არ გაუუქმებია, თუმცა რუსები რასაკვირველია ისევ და ისევ გაღორებული პუტინი ისევ და ისევ დააყენებს საკითხს პირველად არსებული მიზეზების აღმოფხვრის თაობაზე. ეს არის რაღაც უკრაინიზაცია უნდა დასრულდეს, უკრაინის სახელმწიფოებრიობა უნდა დასრულდეს, დენაციფიკაცია უნდა მოხდეს, დემილიტარიზაცია უნდა მოხდეს და ასე შემდეგ და ამიტომ მე კი ვიტყვი რომ ეს 22 ივნისიდან განახლებული მოლაპარაკებები ფუჭი და ამაო იქნება მეთქი, მაგრამ ჩემი თქმა რა არაფერს არ წყვეტს. თავარია რომ ეს ყველაფერი თქვას ტრამპმა, რომელიც ამ ყველაფერს რასაკვირველია იტყვის, იმიტომ რომ სენატში ისიც თქვენ ჯერ კიდევ მაისის ბოლოს ლინცი გრემის მიერ დაინიცირდა კანონი, რომელსაც ტრამპმა უნდა მოვაწეროს ხელი და სანქციების თაობაზე და ეს ძიმე კანონია რუსეთისთვის და კიდევ უფრო მეტი სანქციების კიდევ უფრო მეტი და უფრო მძიმე პაკეტი იქნება შემუშავებული სავარაუდოდ. და სენატორები, რესპუბლიკელები პირველ ყოვლისა და დემოკრატებიც და ევროპელი ლიდერები, რომლებთანაც ცოტა შემოსწრა მათ პრეზიდენტი ტრამპს მიიყვანენ იქამდე, რომ ტრამპი იყოს შედარებით ადეკვატური. ყოველ შემთხვევაში ტაკერ კარლსონი არ უნდა მეხსენებინა, მაგრამ მაინც ნელ-ნელა თუ აქცევთ ყურადღებას, ტრამპი უკვე განიხიბლება იმ პირებით თუ იმ პირებისაგან, სცილდება იმ პირებს, რომლებიც მასზე ასე არსებით ზეგავლენას ახდენდნენ და ტრამპს წარმოაჩენდნენ, ჩემი სუბიექტური აზრით და არა მხოლოდ ჩემი სუბიექტური აზრით, შეერთებული შტატების პრეზიდენტს წარმოაჩენდნენ სუსტ ლიდერად. ხა მე ხადი არ მიშევდივარ იმ შეთქმულების თეორიამდე, რომ მასკის მამამ, რომელიც რუსეთზე მუშაობს, იმიტომ იქ იყო, ხო, მუშაობს ერთი ვერსიით. ან მასკმა ეს ყველაფერი შეგდებულად დაუგეგმეს, ან ტაკერ კარლსონმა, ან ვითკოფმა, რომელზეც ჯერჯერობით ტრამპი დუმს, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ არა მარტო მას, არამედ სხვებსაც მის ხიპავს, ამაში დარწმუნებული ვარ. მე ამ თეორიისაგან შორსა ვარ, მაგრამ იმ თეორიას კი ვაწვევი, ამ თეორიას კი ვიზიარებ, რომ რუბიო ნელ-ნელა და სენატორები იკრებენ ძალას და მეტ არსებით გაზეგავლენას ახდენენ პრეზიდენტ ტრამპზე 57-ე პრეზიდენტზე. კიდევ ის თქმა მინდა, არაფრის არ თქვა არ მინდა მეტი. ის კი ვიცი რომ ბოროტებები მთელი მსოფლიოს მასშტაბით სუსტდება და მარცხდება კიდეც და აგე ნეთანიაჰუს რო ვეღარ გააჩერებს, ვერც ამერიკა ვერ გააჩერებს, ეგ მაგის პასუხია. ხო, რო ვერ გააჩერებენ ნეთანიაჰუს და სულ სხვაგვარი რო იქნება გარკვეული ბლიცკრიგის შემდეგ ირანი ქაოსი იქნება დიდი, ამბები იქნება დიდი, მაგრამ მე ხო დააწდება ყველაფერი. ხო? აგერ თქვენ და აგერ მე და აგერ მე სულ მაინტერესებს ამ ხელა არის, ამ სიღრმის არის ბუნკერები მოსკოვში. თეირანში ჩვენ გვაქვს ბუნკერები